ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით მაესტროს და პირველი სტერეოს ეთერში და გთავაზობთ 7 ოქტომბრის განმავლობაში მოხდა ყველა საინტერესო სიახლეს პროგრამა ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. დღეს გაგაცნობთ. ქართულ რეპერზე ლექსენზე იმდენად იმოქმედა პოლიტიკაში ძალადობამ, რომ მან ხომ ჯერ სიმღერა დაწერა ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ აქცია მოაწყო. ახლა კი ვიდეოკლიპზე მიმდინარეობს მუშაობა. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გასტროლებით იმყოფებიან ბუდაპეშტის არტ ბალეტის სოლისტები ლალი კანდელაკი და ირაკლი ბახტაძე. ჩვენ საინფორმაციო ბანკში ჯგუფ ასტუდიოს შესახებაც არის ინფორმაცია. მშვენიერი პოლინა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მუსიკოსები თბილისში 16 ოქტომბერს 2 კონცერტს გამართავენ. ახლა კი გადავიდეთ გადაცემის ძირითად ნაწილზე. თავდაპირველად ქართულ სიახლეებს გაგაცნობთ, შემდეგ კი უცხოური ამბები ვნახოთ. ქართულ რეპერზე ლექსენზე იმდენად იმოქმედა პოლიტიკაში ძალადობამ, რომ მან ხომ ჯერ სიმღერა დაწერა ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ აქცია მოაწყო. ახლა კი ვიდეოკლიპზე მიმდინარეობს მუშაობა. მთავრდება უკვე მონტაჟი ლექსენის ახალი კლიპის, რომელიც არის მიმართული ძალადობის წინააღმდეგ, ომის წინააღმდეგ. კლიპი გავაკეთეთ ერთობლივად რეჟისორმა კახა ოთარაშვილმა და მე. და ალბათ პარასკევს გადაცემა სოლოში მოხდება კლიპის პრემიერა. კლიპში გამოყენებულია შემდეგი მასალები, ეს არის აქცია, რომელიც მოვაწყოთ ჩვენ ქალაქ თბილისში, ანუ ლექსენმა ეს იმღერა ქუჩაში და დაესრულა ამრავე მსმენელი და მაყურებელი მისი. აი ამ აქციას გარდა ამისა გამოყენებულია კადრები დოკუმენტური ფილმებიდან და ერთი მხატვრული ფილმიდანაც მსოფლიო ომის კადრები. იმიტომ რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ლოკალური ომები რაც არსებობს თქვათ იგივე ჩეჩნეთი და ასე შემდეგ და შემდეგ არ მინდა ჩამოყოლა. ეს კია ლოკალური ომი, მაგრამ არის ზოგადად საკაცობრიო პრობლემა და ამიტომ ავიღეთ სწორედ მხოლოდ მსოფლიო ომის კადრები და არა ლოკალურობის. ამით ხაზი გავუსვით ჩვენ, რომ ჩვენ არ ვართ მშვიდობის მომხრე მხოლოდ ჩვენთან და სხვაგან თქვათ კი ისერიც უთეხეთ ესეთი პოზიცია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვართ მშვიდობის მომხრე და მოუწოდებთ, აი ლექსენი თავის შემოქმედებით მოუწოდებს თავს მსოფლიოს, ვინც ნახავს ამას მშვიდობისაკენ. ეს ლექსენის მეოთხე კლიპი და მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული იმ სამი კლიპისგან, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებელს დააკავშიროს წინა კლიპებისგან განსხვავებით, სადაც ლექსენი თქვათ აი ესეთ პოზაში გოგოების გარემოსაში ცეკვავდა, რასაც მაყურებელი მიეჩვია და თქვათ ბოლო კლიპი თქვათ უკვე განახევრებული სახე, თემატიკა აქ არის აბსოლუტურად რადიკალურად სხვა. სიმღერაში არის ესეთი ტექსტი: ხელები მაღლა და მაღლა, მაგრამ ლექსენი აქ მოუწოდებს სიმხეარულისკენ, ცეკვისკენ და გართობისკენ. მაგრამ სწორედ ეს ხელები მაღლა არის აი საშინელი სიტყვები, რომელიც ხშირად იხმარება ომში სხვადასხვა ენაზე, რუკი ვერ, ჰენდ ჰოხ და ასე შემდეგ. და ჩვენ ესეთი სურვილი გვაქვს კლიპს დასაწყისში ესეთი ტიტრებიც აქვს, რომ სიტყვები ხელები მაღლა ყოველთვის იწვევს შიშს და ჩვენ გვინდა რომ ეს შეიცვალოს. და სიტყვები ხელები მაღლა ასოცირდებოდეს მხოლოდ დადებით ემოციასთან. ჩემი და, ჩემი თიკოც, ჩემი და, ჩემი მინდოზა, ჩემი ძმა, ჩემი სიტყვა, წავიდა. რაც შეეხება თვითონ იდეებს და ენერგიას, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ლექსენისგან მოდის. იდეაც და თვითონ ყველაფერი მოიტანა იმ ენერგიამ, რაც მისი სიმღერებიდან მოდის. კინოსახლში რეჟისორ ოთარ ლიტანიშვილის ფილმის ოტელოს პრემიერას დავესწარეთ. ფილმში კასიოს როლს დათო გომართელი ასრულებს.
ასე როგორ დაისვარე, საშენ. გაიცანი. Ჩემი ყოფილი თანამშრომელი, так сказать, деловая женщина, Nazi. რას ესიამოვნოა თქვენი დანახვა და გაცნობა? Hi, pretty woman. რა ლამაზი სახელი ქონიათ, Nazi. ნუ თუ მართლა ასეთი Nazi ხართ. Are you healthy? Are you sick? Every night and every day you must put your phone back today. Every night and every ტყუილი, პიცა, შენ თავს გაპიცები, ბავშვებს გაპიცები, ტყუილია. უზე ნუიფიცებ, გესმის? მე ვარ აბსოლუტურად კმაყოფილი და მინდა გითხრათ, რომ მას გააჩნია თავისი კონკრეტული აზრი, თავისი შედეგი, თავისი სათქმელით და ძალიან კონკრეტულია ფორმითაც, ხო? დამოუკიდებელია და ეს არსებობის ძალიან დიდ ზღვარზე დგას. ამაში თავისუფალი ვიყავი, იცით, კონტრაქტის საშუალებით, ასე ვთქვათ, თავისუფალი ვიყავი. მთავარი იყო რაღაცა საყრდენი წერტილები, ეს იყო ცხვირსახოცი, დახრჩობა და რაღაც საცნობი მომენტები. დანარჩენში თავისუფალი ვიყავი და ამიტომ ვიფიქრებთ, რომ რაღა, ასე ვთქვათ, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თან ჩვენი ოტელო და დეზდემონა ახალგაზრდები არ არიან. მათი 10 წლის თავი არის ქორწინების, შვილები ყავთ და ამიტომ მათი, ასე ვთქვათ, ამ ამბავში ციხეში გაგზავნა და კლელობა. მოკლედ ემილიამ აიღო თავის თავზე ეს ამბავი. ჩვენ ვყოფებით გალერეა ჰობში, სადაც გაიხსნა ზვიად ბერიძის ფოტოგამოფენა სახელწოდებით ტაო-კლარჯეთის ძეგლები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქ სულ 150 ფოტოა გამოფენილი, რომელიც შეიქმნა ექსპედიციის დროს, რომელიც მოაწყო გრიგოლ ხანძთელის საზოგადოებამ. მაგრამ აი ზევანდელი გამოფენა ვაზიარებს ამას ყველაფერს და ეს ექსპედიცია მიზნად ისახავს საზოგადოება მიზნად ისახავს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესწავლას და კვლევაძიებას და მის იდეების გატარებას დღევანდელ ცხოვრებაში. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნეა გასული მას შემდეგ, დღესაც საოცრად აქტუალურია ის იდეები, საოცრად აქტუალური, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირდება და თვითონ მიზნად ისახავდა ძეგლების მდგომარეობის დაფიქსირებას და ამავე დროს მინდა და ყოფილიყო საინფორმაციო ეს საინფორმაციო ხასიათის და ამავე დროს ხატრული ღირებულების მქონე. ეს არ არის მხოლოდ და უშუალოდ გამოფენა, ეს არის ის მნიშვნელოვანი და უშუალოდ აქ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავს და აქვს საშუალება საზოგადოებას შეეხოს აი უძველეს არაჩვეულებრივ სულიერ და კულტურულ ძეგლებს, რომლებიც არ არის ახლა საქართველოში ან ტაო-კლარჯეთში ახლა და ესე იგი თურქეთის ტერიტორიაზე და მხოლოდ ერთეულებს აქვს საშუალება რომ ნახონ და შეეხონ ამ ძეგლებს.
საყვაწილო სტუდია ADC ახალ პროექტზე მუშაობს სახელწოდებით ახალგაზრდობა და მშვიდობა. პროექტში მონაწილეობას თინეიჯერები მიიღებენ. მათ უნდა მოამზადონ ვიდეოფილმები, რომლებიც შემდეგ გაგზავნილი იქნება საერთაშორისო ფესტივალზე ჰოლანდიაში. 27 ოქტომბერს მარიოტში ჩატარდება დაჯილდოვება. შეირჩევა 10 საუკეთესო ფილმი, რომელიც წარედგინება ჰოლანდიაში საერთაშორისო ფესტივალზე. შეირჩევა 20 საუკეთესო საგაზეთო სტატია, რომლებიც აგრეთვე დაიბეჭდება ბუკლეტის სახით და დაიბეჭდება წამყვანი პრესის წამყვან გაზეთებში. საერთოდ ცნობილია, რომ 7-6 წლის ასაკისთვის ადამიანი ყალიბდება უკვე და ისეთი სამყარო, როგორიც აი ამ ასაკში და ვთქვათ 8 წლის, 9 წლის და პატარა ბავშვებს აქვთ, მერე იკარგება ეს სამყარო. მერე რეალურ სამყაროში გადავდივართ და ვეჯახებით იმას, რასაც ვეჯახებით. ამიტომ აი ამ დროს გაკეთებული ნებისმიერი ნამუშევარი ვიზუალური არის ძალიან საინტერესო. და აი ამ იდეამ და ამ დიდმა სურვილმა გადაგვაწყვეტინა ხელი მოგვეკიდა ისეთი სერიოზული პროექტისათვის, როგორიც არის ეროვნული კონკურსის ჩატარება, ახალგაზრდობა და მშვიდობა, რაც გულისხმობს საუკეთესო ერთწუთიანი ვიდეოფილმებისა და საუკეთესო საგაზეთო სტატიების გამოვლენას. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გასტროლებით იმყოფებიან ბუდაპეშტის არტ ბალეტის სოლისტები ლალი კანდელაკი და ირაკლი ბახტაძე. ისინი შეასრულებენ სპექტაკლს გედების ტბა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ირაკლი და ლალი არიან ვარნის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედლის მფლობელები. ბატონმა ზურამ თხოვა ბატონმა თემურ გუგუშვილმა ძალიან უნდათ რომ ეს სპექტაკლი როგორც სეზონი გამეხსნა და რა თქმა უნდა დავთანხმდი, იმიტომ რომ მე ძალიან მიხარია ამ სცენაზე ცეკვა და ჩემი ხალხის წინაშე. ირაკლი ავად გახდა. სიცხე აქვს, შეუძლოდ გნობს თავს და ასე ორ დღეში გადაწყდა რომ მე და ვალის უნდა გვეცეკვა. ცოტა მერიულობ, იმიტომ რომ ლალი ძალიან მაღალი კლასის ბალერინაა და ვეცდები რომ სათანადო პარტნიორობა გავუწიო. ძალიან შეუძლოდ ვიყავი ავადმყოფობის გამო, ჩავთვალე საჭიროდ რომ უარი მეთქვა სპექტაკლზე, იმიტომ რომ მე მგონი რომ არა ვარ დღეს მზადად 11-ში, ვასიამოვნებ აუცილებლად მაყურებელს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.